საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებები გამკაცდება. შესაბამისი კომისია ახალ რეგულაციებზე უკვე მუშაობს. კომისიას პირადად პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ქვეყანაში თამბაქო ნელ-ნელა ძნელად ხელმისაწვდომი პროდუქტი უნდა გახდეს. ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სტანდარტების გეგმის შემუშავება უკვე დაევალა, რაც კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მომზადებასაც გულისხმობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების რიცხვმა საქართველოში მკვეთრად იმატა. ამირან გამყრელიძის თქმით, დროა საქართველოში თამბაქოსა და მის მოხმარებაზე ისეთივე რეგულაციები დაწესდეს, როგორც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. სტრატეგია იქნება იმ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც უკვე არსებობს და ეფექტურად მუშაობს უამრავ ქვეყანაში. რაც შეეხება აკრძალვას, თამბაქოს მოხმარების აკრძალვას სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში, საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად. ჩვენ მზად ავართო ჩვენი ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი გამოცდილება არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ სხვა რეგიონებიდან გავაცვლოთ მთავრობას იმისათვის, ეს რეგულაციები, რომელიც შემოვა, ამ რეგულაციებმა არ დააზიანოს მთავრობის ინტერესები, ასე ვთქვათ, არ დააზიანოს, არ შეცვალოს ცუდისკენ საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და რაც მთავარია, დაზარალდეს ბიუჯეტი, სადაც საკმაოდ დიდი თანხები შეაქვს თამბაქოს ინდუსტრიას.